ჩაცმულობასთან დაკავშირებით და ეს არ არის უბრალო ამბავი არ არის, ასე რომ ვთქვათ. ტანისამოსი რისთვის შეიქმნა? იმისათვის, რომ ადამიანს თავისი სიშიშვლე დაეფარა. თავისი სიშიშვლე რომ დაეფარა. ტანისამოსი არ შეიქმნა იმისათვის, რომ ადამიანმა თავისი სიშიშვლე წარმოაჩინოს. აი სწორად მინდა რომ ეს საკითხი გავიგოთ, რა დანიშნულება აქვს საერთოდ ტანისამოსს, ესმით და არსებობს ზნეობა და არსებობს უზნეობა. რაღაც არის ზნეობრივი საქციელი, რაღაც უზნეო საქციელია. რასაც ჩვენ დავუშვათ არ გვიგრძალავს ესა თუ ის კანონი, ყველაფერი ნებადართული კი არ არის. არ არსებობს კანონი ჩაცმის შესახებ, მაგრამ არსებობს ზნეობრივი კანონი. სამართლებრივი კანონი ჩვენ ამაში არაფერს არ დაგადანაშაულებს, მაგრამ არსებობს ზნეობრივი კანონი. ეს გაცილებით მეტია. ზნეობრივი კანონის დაცვა გაცილებით მეტია, ვიდრე სამართლებრივი კანონის. თუ ადამიანი ზნეობრივ კანონს იცავს, აღარაფერს ამბობ, თუ ადამიანი სულიერ კანონს იცავს, მას სამართლებრივი კანონი არც დაჭირდება საერთოდ. რაში ჭირდება ადამიანს კანონით უთხრა, რომ არ მოიპარო, თუ მას ზნეობრივი და სულიერი კანონი აქვს და ისედაც იცის, რომ არ უნდა მოიპაროს. ესმით? ეს სამართლებრივი კანონი მისთვის არის საჭირო, ვინც არ ცხოვრობს სულიერი და ზნეობრივი კანონებით, რომ ამითი მაინც აღიკვეთოს მისი არასწორი მოქმედება მეორე ადამიანის მიმართ. თორემ ადამიანი, რომელიც სახარებისეული კანონით ცხოვრობს, მას ნამდვილად არ ჭირდება რაიმე სახის სხვა კანონი. იმიტომ რომ მან იცის, რომ არავის არ გაუკეთოს ის, რაც მას არ უნდა. არავის არ მოპარავს, არავის არ წაართმევს. პირიქით, ერჩივნება, რომ თავად დარჩეს დაზარალებულად, ვიდრე მის გამო სხვა დაზარალდეს. ვაჟა-ფშაველა, ესეთი ბუმბერაზი მწერალი ყავს, ნახეთ რას ამბობს ერთ ლექსში. ისევ მამყოფე ცხვარა და ოღონდ ამცილდეს მგელობაო. ანუ ისევ მე ვიყო ცხვარი და მგელმა მავნოს მე რამე, ვიდრე მე ვიყო მგელი და სხვას ვავნო. ანუ ისევ მე დავრჩე. ეს იგივე პერიფრაზია ფაქტიურად, რაც თქვა პავლე მოციქულმა. რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას, რატომ არ არჩევთ ნაწყენად დარჩენას? ან ჯობია შენ დარჩე დაზარალებული, შენ დარჩე ნაწყენი, ვიდრე შენს გამო სხვა დარჩეს დაზარალებული და ნაწყენი. ახლა ამ წუთისოფლის კანონი და ამ წუთისოფლის ჭკუაზე მოფიქრალი კაცი იტყვის, რომ ესე იგი რა ყველას თავი დავაჩაგრინო და სახარებისეული მცნებების შესრულება თავის დაჩაგვრას სულაც არ ნიშნავს. არამედ ნიშნავს შენ დაუთმო, შენი ნებით დაუთმო. ეს არის ღირსება. და როგორ ამბობს პატრიარქი ეფრემი, რომ ორ ადამიანს შორისო თუ ერთი ჭკვიანიაო, იქ ჩხუბი არ მოხდება. იმიტომ რომ დაუთმობს და ეს არის მისი ღირსება. და ახლა ცოტა შორს წავიდით, მაგრამ აი ჩაცმულობაზე ვამბობდით, რომ ჩვენ არ გვიგრძალავს კანონი. კონსტიტუციაში არ არის შეტანილი არაფერი ჩაცმასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ახლა წეგან რომ ამბობთ, ბიჭები გასაგებია, რომ შეიძლება შარვალი ჩაიცვას და ოღონდ მოკლე შარვალი არ უნდა ჩაიცვას, მით უმეტეს ტაძარში. ახლა ქუჩაში შეიძლება ისიც გააჩნია სად მიდის. აი დაბადების დღეში მიდიოდა და მოკლე შარვალი ჩაიცვა, ეს არის უპატივცემულობა იმ ოჯახის მიმართ. ასე რომ მიხვიდე. ან დაუშვათ ვიღაცას ბოლო ზარზე დაგპატიჟა თანაკლასელმა, არა, თანაკლასელს არ დაპატიჟება, მეგობარმა დაგპატიჟა თავის ბოლო ზარზე ღონისძიება აქვს გამოსაშვები. შენი მოკლე შარვლით მიხვიდე, ან რაღაცა სპორტული შარვლებით მიხვიდე. ეგ არის რაღაცა უპატივცემულობა იმ ადამიანის მიმართ და მისი კლასის მიმართ. იქ მოწესრიგებული უნდა მიხვიდე. თუ დაუშვათ მოედანზე დაგპატიჟებს სათამაშოდ, იქ ახლა შარვალ კოსტუმით თავისთავად ცხადია ვერ მიხვა. ანუ ყველაფერს აქვს თავისი წესი და რიგი. და ზოგადად კი ქუჩაში ადამიანი
გოგონა, ახლა გოგონაზე ვლაპარაკობ. აი, მოდი თუ არ გერიდება, მოდი ცოტა ხანი. რომელიმე ორივეს ერთნაირად გაციათ, მოდი. ვაჩვენო უბრალოდ ბავშვს. აი ახლა ხოლამაზი გოგონა. რა სჭირდება რომ დაუშვათ თავის შიშვლე გამოაჩინოს? აცია ნორმალურად, გაბაცაცია, მაისურიცაცია. ახლა რა ჩვენ იმისათვის რომ ვინმეს თავი მოვაწონოთ, უნდა გავშიშვლდეთ და რაღაცა ესე წარმოვაჩინოთ. ეგ არის უზნეობა. ისმით. აი, ესე უნდა ჩაიცოთ. მოხს ქვემოთ მაინც უნდა იყოს კაბა, როდესაც ჩვენ ეს გვაქვს. საქმე ამაში. და ეგ არის მანდილოსნის მშვენებაც. აი ძველ ქართულ სამოს გადახედეთ და ვერსად ვერ ნახავთ რაღაცა ისეთს, რაც შეიძლება ვინმესთვის ან დამობრკოლებელი იყოს და ან უზნეობა იყოს და არ ჯდებოდეს რაღაცა ღირსების ჩარჩოებში. მადლობა ნინდაჯი. ხო და ამიტომ ეს თითქოს ახლა მე ამაზე არ უნდა ვლაპარაკობდე, ეს ისედაც უნდა ვიცოდეთ ჩვენ, მაგრამ რაღაცნაირად ხანდახან ამის შეხსენება ჩვენ გჭირდება ხოლმე და ეცადეთ რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. არ არის აუცილებელი მხრები მოიშიშლოთ და რადგინდა ადამიანს შენი ხოლო აი დავუშვათ ახლა ცოტა წამოვიზარდეთ, გოგონები ვართ და ვიღაცას ვეპრანჭებით, გვინდა თავი მოვაწონოთ და რითი მოვაწონოთ? კერდი და მხრებ მოშიშვლებულმა ვიაროთ და ამითი მოვაწონოთ. მას შენი სხეული კი არ უნდა მოსწონდეს. შენი ხორცი კი არ უნდა მოსწონდეს, შენი სული უნდა უყვარდეს. შენი უნდა ესმოდეს. თორემ იცი რა მოხდება? აი ეგრე შექმნილი ოჯახები მალევე ამოწურავენ ერთმანეთისადმი ინტერესს და მერე გაძლებაზეღა არიან და მერე ვეღარ უძლებენ ზოგ შემთხვევაში და არა იშვიათად და იშლება ეგეთი ოჯახები. ამიტომ ჩვენი ერთმანეთისადმი სიყვარული მხოლოდ ხორცზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ ჩვენ ერთმანეთი ყველაფრიანად უნდა გვიყვარდეს. და არ უნდა ეცადო რომ ვიც თავი მოაწონო მხოლოდ ამით და არც ის არ უნდა ეცადოს. და კი მეორე კიდევ ჩვენი თემა არ იყო დღეს, მაგრამ რაც უფრო სიწმინდით და თავშეკავებით იქმნება ოჯახი, მით უფრო ხანგრძლივია და მარადიული და მტკიცე და წმინდა. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რატო? ნახეთ, ყველა შენობას თავისი საძირკველი აქვს. საძირკველი თუ არა აქვს მყარი, რომ ააშენო, გინდათ 1000 სართულიანი შენობა, გიხარია რომ რამხელა აშენდა. არაფერი არ არის იმის ფასი. ის მალევე დაიშლება. მაგას ჯობია ერთსართულიანი იყოს და საფუძველი ჰქონდეს. შეიძლება გარეგნულად არ ჩანს ისეთი როგორც ის ცათამბჯენი, მაგრამ ეს უფრო მყარია. ამის ერთი სართული ჯობია იმის 1000 სართულს. აი ესე არის საქმე. ეხლა ძალიან როარ გადაგღალოთ. ისედაც დაღლილები ხართ, თუ უკვე სკოლაში აღარ დადიხართ. აღარ დადიხართ. ხო, მაშინ დასვენებულები იქნებით. პირველი შეკითხვა. უпростоრად შეკითხვა არ არის, მაგრამ ნიკოლოზ გოგიჩაშვილიო. ესე, ანუ თავის სახელი და გვარი დააწერა, თვითონ ესე ჩათვალა საჭიროდ. თუმცა შეგიძლიათ არ დააწეროთ ხოლმე, მაგრამ რადგან მოიწადინეთ, წავიკითხოთ. მე ძალიან ცელქი ბიჭი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარხარ. მაგრამ აღარ უნდა. მაგრამ ნიშნავს, რომ თითქოს ამის საპირისპირო უნდა თქვა რაღაცა. სიცელქე სულაც არ არის ცუდი. თუ იმე სიცელქე ცუდი გონია, ძალიან ცდებით, იმიტომ რომ აი უზრდელობა ცუდია. სიცელქე კარგია. სიცელქე ნიშნავს, რომ ადამიანში არის დიდი ენერგია. აი ხა რო დავახასიათოთ მაგალითად, ხო გინახავთ პულტიანი მანქანები რო ელემენტი რო ჭირდება. აი რომელსაც კარგად დატენილი ელემენტები აქვს და რომელსაც დამჯდარი აქვს ელემენტები. რომელ მანქანას უფრო ცელქს დაარქმევდით? რომელიც დატვირთულია კარგად, ხო? ესე იგი, ცელქი ბავშვი ენერგიით არის სავსე. ეხლა თავარია ეს ენერგია სწორად მიმართო. ეხლა აი მაგალითად მდინარეს
ხო დიდი ძალა აქვს და მდინარით შეგიძლია სასიკეთო საქმეები აკეთო, დენი გამოიმუშაო და ასე შემდეგ. მაგრამ თუ სწორ კალაპოტში ჩააყენე, მაგრამ იმით შეგიძლია უამრავი ადამიანი დააზიანო, უამრავი სახლი დაანგრიო, თუ არასწორად მიმართე. გააჩნიათ შენი ენერგია რისკენ მიიმართება, რას აკეთებს? ისე რომ მეუსურვებ ამ პატარა ვაჟკაცს, რომ ეს სიცოცხლე კარგი მიმართულებით წაიყვანო. ყველაფერი კარგად იქნება. თამაშებში რომ ვაგებ, მე ვტირი ვარ და არ მინდა ვიტირო ხოლმე. 5 წლის ერთი რაღაც მინდა გაჩვენოთ. არ ვიცი ეგ არის თუ არა, რაც მინდოდა რომ ეჩვენებინა, მაგრამ რაღაც პატარა ვიდეოა და მოდი ერთად ვნახოთ. არ ვიცი ოღონდ თუ ვიპოვე. აიცადე? არა, ეს ძალიან მაგარია. აიცადე? აი? ნახეთ? ეს თუთი მე მგონი ის არის, რაზეც ვამბობდი. გამხნევა დამარცხებული. ეგ არის სპორტში და საერთოდ ცხოვრებაში ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რომ დამარცხებული ან უგეშო. ხო ტიროდა, მაგრამ ხო გააღიმა იმ გამარჯვებულმა. აი ეგ არის მთავარი სპორტში. სხვათა შორის ერთი რამ მინდა გითხრათ. ერთი კარგი რამ მოხდა. ჩატარდა ჩვენს ეპარქიაში სამრევლოებს შორის შეჯიბრება ფეხბურთში. ჩვენმა გუნდმა სამწუხაროდ მარცხი განიცადა. მაგრამ ამ მარცხში იყო ერთი გამარჯვება. რა იყო ეს გამარჯვება? სად არის? თეოდორე, მოდი აქ. გამარჯვების შესახებ უნდა გითხრათ, მოდი. თეოდორე გარბოდა, ფეხბურთს თამაშობდა. გარბოდა, გოლი უნდა გაეტანა და ვიღაცა ვინც მისდევდა, წაიქცა, რაღაცა იტკინა. ამან ბურთს თავი დაანება და იმას ეკითხება, როგორ ახარო. გახსოვთ ბორის პაიჭაძეზე რომ მოგიყევით? ეხლა ვისაც არ გახსოვთ, მოდი გეტყვით. სადღაც ჰქონდათ შეხვედრა უცხოეთში, ფეხბურთია ბორის პაიჭაძე, დიდი ქართველი ფეხბურთელია, ვინც არიცით, აი დღეიდან იცოდეთ. ასეთი რამ მომხდარა. ერთ-ერთზე გასულა მეკარესთან. ანუ მარტო თვითონ არის და იქ ძალიან ახლოს არის კარებთან, გოგონება. და რაღაც სრულ მოძრაობა გააკეთა და თითქოს არ ტყავდა და არ დაარტყა. ამ დროს მეკარე გადახტა და ძელს, კარების ძელს დაეჯახა თავით და უგონოდ დავარდნილა ძის. ანუ აღმოჩნდა, რომ კარებშიც აღარავინ აღარ დგას. მეკარე არ დგას, ბორის პაიჭაძეა, ბურთით შეუძლია შეაგოროს და გაიტანოს. მაგრამ აი რა არის? ღირსება რომ მეტია გამარჯვებაზე და არ გაიტანა, ბურთი გადააგდო იქით. და მთელი სტადიონი ადგა, მოწინააღმდეგის გულშემატკივრები ადგნენ და ტაშს უკრავდნენ. აი ეგ იყო იქ მისი გამარჯვება. ეგ გააკეთა მაშინ თეოდორემ. წეღარაც თქვი. დავაჯილდოთ. ისე რომ ჩემო პატარა მეგობარო 5 წლისა, რომელიც ამ შეკითხვას დამარცხება არ არის ტრაგედია ბავშვებო. აი ხო თქვით, ჩვენი გუნდიც დამარცხდა მეთქი. ეგ არ არის ტრაგედია. ტრაგედია და ცუდი ის არის, რომ დამარცხების მერე შენ რო ყურებს ჩამოყრი და იმედს დაკარგა და აღარ გინდა რომ გააგრძელო ბრძოლა. პირიქით, ყოველი მარცხი ჩვენ თუ მივიღეთ როგორც გაკვეთილი, ჩვენ გავძლიერდებით. გახსოვთ ვირი რო ჭაში ჩაუვარდა კაცს, როგორ ამოვიდა.
ის ბელტები, რასაც აყრიდნენ, რომ მარხავდნენ, დგებოდა, დგეპნიდა და ამოვიდა. ყოველი მარცხი ჩვენ თუ გამოვიყენეთ კიდევ ერთ საფეხურად, რომ ავმაღლდეთ, აი მაშინ მართლაც ავმაღლდებით. ყოველი განსაცდელი, რაც ჩვენს თავზე მოდის, აი ჩავთვალოთ, რომ ეს არის ჩვენთვის გამოწვევა. ეს არის ჩვენთვის გაკვეთილი, ის რაღაცას გვასწავლის. ის უნდა გადალახო. იმ გაკვეთილის სწავლის დროს წაიქცევი თუ ფეხზე იდგები, არა უშავ, უნდა წამოდგე და დაფიქრდე, რამ გამოიწვია შენი წაქცევა. მერე სხვა დროს უფრო გაძლიერდები. ისე რომ არ იტიროთ ხოლმე წაგების დროს და თუ იტირებთ მაინც, არც მაგაზე არ ინერვიულობთ, ეგეც გაივლის. ცრემლებით შემშრალდება, ეგრე არ არის. როც ყველაფერზე თან ანდაზები ხო არ ჩაურთოთ მაშინდელივით. ჩაურთოთ? ცოტა გახალისდება. აბა მოდი. მაშინ ვინც ამბობს რომ არაო, არ თქვას ანდაზები და სხვა რო იტყვის, მაგ დროსაც ყურებში თითი დაიცოს, ემან და არ გაიგონოს. მერე კითხვაზე რო გადავალ, ისევ დაგიბრუნდებით. აბა ვაშკაცო. ძმაცმისთვისა, შავი დღისთვისა. ო, ძალიან რას ნიშნავს ეგ? რაც თქვა. ძმაცმისთვისაო, შავი დღისთვისაო, რას ნიშნავს? რას ნიშნავს, აბა? არ არის რთული, მაგრამ მაინც კიდევ უფრო ვთქვათ, უფრო კარგად დაგვამახსოვრდება ერთმანეთის ლაპარაკი. ეგ სხვა რამეა. ძმაცმისთვისაო, მაგას გეკითხებით. ძმები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ ყოველთვის. ჩვენ ერთმანეთის ძმები არ ვართ? ხო ამბობდით იმ დღეს მამაო ჩვენოში. რას ნიშნავს, რომ ერთი მამა გვყავს ღმერთი და ჩვენ ერთმანეთის დაძმები ვართ? ყველას მიმართ უნდა ძმური დამოკიდებულება გქონდეს ადამიანს, ამას უნდა ეცადო. რა? ანდაზას იტყვი, აბა მიდი. მოთხარა, კატა გამოთხარა. ო, აი ადამიანი რო აიხირებს რაღაცას და არ დაუჯერებს ხოლმე, ეგ ნიშნავს, რომ თხრის. თაგვი თხრის და მერე გამოთხრის ისეთ რამეს, რაც არ მოეწონება. გაიქეცი. მოდი ერთი რამეც მინდა გაჩვენოთ. მოდი ცოტა ხანი ჩააქერით. ეს რასაც ნახავთ, უნდა გავამეოროთ კიდე. მაიცოდე? ეს არის რაც არ ინერვიულო იმაზე, რომ არ გაქვს საშუალება იღიდო ყველაფერი, ამაში ყოველთვის მეუბნებოდა. არ ინერვიულო იმაზე, რომ არ გაქვს საშუალება იღიდო ყველაფერი, რაც გინდა. რომ გვიანობამდე არ შეიღნობ, კლუბებში არ ერთობი დანარჩენებივით. იმის გამო, რომ შრომობდა, მთელ დროს შენს თავზე მუშაობას ვთმობ. ეს დრო გაივლის. და მაშინ ვინც შეიღნობდა, თავის დარჩენილ ცხოვრებას შრომაში გაატარებს. შენ კი შენი შრომის ნაყოფს მოიმკი და ცხოვრებით დადგმები. ასეც მოხდა. აქედან გამომდინარე ჩამოვაღალიბე ფორმულა. გააკეთე დღეს ის, რის გაკეთებას ხვებს არ უნდათ. და ხვალ ისეთი ცხოვრება გექნება, როგორზეც ხვები ოცნებობენ. ეს იყო მაიკლ ჯორდანი. კალადბურთის მეფე. ნახე რა თქვა, ანთეთ. გააკეთე დღეს ის, რისი გაკეთება სხვას არ უნდა. და ხვალ ისეთი ცხოვრება გექნება, როგორზეც ხვები ოცნებობენ. ამიტომ არ უნდა დაკარგო დღეს დრო რაღაცეებში. არამედ უნდა გააკეთო ის, რასაც გინდა მიაღწიო, უნდა იშრომო. ჩვენი ლექტორი გვეუბნებოდა ხოლმე. მამა მაქსიმე ჭანტურია. გოგონებო და ბიჭებო, თქვენ თუ რაღაცა მოუსმენად ხართ, ეზო დიდი გვაქვს და შეგიძლიათ გაისერიროთ. თუ აქ ხართ, მაშინ ეგრე კერძოსაუბრები არ ივარგეს. შევთანხმდეთ, რომ აქ მარტო თქვენ არ ხართ. თქვენს გარდა 100 ბავშვია და ახლა თქვენს გამო რომ ამდენ დროს ვკარგავთ, ეგეც უკვე არ არის ღირსეული საქმე. გესმით? ისე რომ გაუფრთხილდით ერთმანეთის დროს და ყურადღებას. რას ამბობდით? ყველაფერზე ბრაზდები, როცა დედა შენიშვნას მაძლევს, როგორ მოიქცე, რომ არ გავიბუტონ. როცა დედა შენიშვნას გვაძლევს, ბავშვებო, ეს ჩვენ სასიკეთოდ აკეთებს. ჩვენ სასიკეთოდ აკეთებს. თუ გაბრაზდები,
და შენ იმას არ გაითვალისწინებ, ისე შენ დაგაკლდებ. და თუ გაითვალისწინებ მის გამოცდილებას, არა? ამით ბევრ რაღაცას ისწავლი და უკეთესად იქნები. ისედაც მე ძალიან უღირს საქციელად მიმაჩნია ადამიანი დედას რო უბრაზდება. ეს ძალიან ერთი მხრივ უღირსი და მეორე მხრივ თავხედური საქციელია. ძალიან თავხედური საქციელი. რომ დედას ენას შეუბრუნებ. ზოგადად უფროს ადამიანს და მით უმეტეს დედას, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ შენ იყო კარგად. მთელი ცხოვრება შენ გეფერება, შენ გივლის, შენზე ზრუნავს. არ შეიძლება დედას რაღაცა აუგად და რაღაცა ეს აგდებით დაელაპარაკო ადამიანი. ეს ძალიან უღირსი საქციელია და მით უმეტეს არც გოგონასგან, მაგრამ ვაჟისგან კიდევ უფრო მეტად. დედას პირველ რიგში პატივს უნდა სცემდა და სხვა ადამიანებსაც, გოგონებს იმის მიხედვით დედას როგორი სცემ პატივს, სხვებსაც ესე მერე პატივი უნდა სცემ. როცა რამეს ვაშავებთ, ცოდვა გვეპატიება ბავშვობა, თუ ადამიანი შეინანებს, უფალი აუცილებლად აპატიებს. მაგრამ ნახეთ, მარტო პატიება კი არ არის აქ საქმე. არამედ ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიშრომოთ, უნდა ვიმუშაოთ. ეხლა ნახეთ, დავუშვათ, ჩვენ დედამ გითხრა, რომ აი მაგალითად მე ჩემ თავზე ვიტყვი, რაც რეალურად მოხდა. დედა მეუბნეოდა ხოლმე, რომ თავდაბანილი გარეთ არ გახვიდე. აი რამდენი წლის ვიქნებოდი, ალბათ 13 წლის დაახლოებით. მე დავიბანდი ხოლმე თავს და ისე გავდიოდი სელი თავით გარეთ. ერთხელ დავემართა რაღაცა ნერვის ანთება. და დაახლოებით 80 ნერსი გამიკეთეს. დედამ განა არ მაპატია. მაპატია, რომ ეგრეთ ცუდად ვიყავი, მაგრამ მე ხო ცუდად ვიყავი. მარტო ის ხო არა, იმ პატიებას თან კურნალობა დაჭირდა თვეები. გესმით, ჩვენ რო რაღაცას ვცოდავთ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს თავში ეს გამოსწორდეს ხშირი აღსარებით, ზიარებით, რომ ჩვენ განვიკურნოთ. დავუშვათ, იგივე წეღარასაც ამბობდა, დავუშვათ დედას განურისხდით. კი, დედას შენდობას თხოვ და გაპატიოს, მაგრამ შენში რომ ეს მრისხანება რჩება, აი ეგ არის გამოსასწორებელი. შენ შეიძლება დავუშვათ, ვიღაცის შეგშურდა და უთხარი უფალს, უფალო მაპატიე, გაპატია უფალმა. მაგრამ შენში რომ შური რჩება და შენ რო გჭამს ეს შური, აი ამას რა უყოთ? შენ თვითონ ხარ ცუდად. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც ჩვენში არ მოგწონს, ის განიკურნოს ხოლმე. მარტო პატიებაზე კი არ იფიქრო, რომ გაპატიოს. უფალი გაპატიოს, შენთვის ჯარს ეცვა და როგორ არ გაპატიოს, მაგრამ შენ უნდა განიკურნო, რომ კარგად იყო. უპატიებელია ცოდვა, რომელსაც ადამიანი არ ნანობს. რომელსაც არ ნანობს. დიდი იქნება თუ პატარა. სანთელი რისგან მზადდება? სანთელი ცვილისგან მზადდება ბავშვებო. ნახეთ როგორ არის. აი, როდესაც ფიჭას აკეთებს, დაახლოებით ასეთი რაღაცა 6 კუთხედია. აიცადე? 6 კუთხედი, თუ არა ვცდები. ესე არის უამრავი. ბევრი. აი ამ ევში შიგნით თაფსდებს ფუტკარი. ესენი სანთლისაა, კედლები სანთლისაა, ანუ ცვილისა. მე ფუტკრე ადამიანი ამ თაფს გამოაცალკევებს ფიჭისგან, ანუ იმ ცვილისგან, ამით ცალკე სანთელი კეთდება, ის თაფლი თაფლად რჩება. რა არის თქვენი საყვარელი ხატიო? და ყველა ხატი რომელიღაცა წმინდანის არის, ან მაცხოვრის და ღვთისმშობლის და ყველა ხატი ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი. თუმცა ეხლა უცბად რაც გამახსენდა, პატარები ვიყავით. პატარა ბიჭები ვიყავით და მამა კოზმამ, ეხლა მაშინ მორჩილი გიორგი იყო ხოლმე, ეხლა 8 ატენში არის წინამძღვარი ატენის სიონისა. რაღაცა ბიჭები მიყავდა ხოლმე იქ რაღაცეებში ეხმარებოდნენ ატენის დედათა მონასტერი რომ შენდებოდა. რაღაცა 1-2 დღე ჩვენც მოგვიწია იქ ყოფნა და მე მონასტრის აქეთ პატარა ტაძარი იყო და ბევრი ხატები იყო. და ბიჭებს გითხრა რომ წაიღეთო ისაც რომელი მოგეწონებათო და
იქიდან წამოვიღეთ ერთი ხატი, მაცხოვრის ხატი წამოვაბრძანებე და ეხლაც სალოცავ კუთხეში თავარი ხატი ის არის და ძალიან მიყვარს ის ხატი. აი პატარაობიდან იმ ხატის წინაშე ვროცულობ და ის ხატი განსაკუთრებით მიყვარს, მაცხოვრის ხატი არის ის. როგორ შევიკავო თავი ჭორაობისგან? ჩემო ძვირფასებო, ნახეთ, როგორ შევიკავოთ და ვიფიქროთ იმ ადამიანზე, ვიზეც ჭორაობთ. მას რომ ეს ესმოდეს, მოეწონებოდა. ჩემზე რომ ვინმე ჭორაობდეს, მე მომეწონება. თუ ადამიანი იქ არ არის, ვიზეც ლაპარაკობ, ეგ უკვე არ ვარ გაიქ საუბარი. ოღონდ გააჩნია რას ლაპარაკობ. თუ შენ მის დახმარებაზე ფიქრობ და მსჯელობ როგორ დაეხმარო, ეგ კარგი თათბირია. მაგრამ თუ შენ იმ ადამიანის ცოდებს განიხილავ იქ, ამას ეს მოსვლია, იმას ის მოსვლია, ეგ უღირსი საქციელი. ღირსეული ის იქნებოდა, თუ ვინმეს რამე შეატყე და არ მოგწონს, მიხვიდე და უთხრა, აი შენ რო ამას და ამას აკეთებ, ეგ არ არის კარგი და რითი დაგეხმარო? მაგრამ ვინ აკეთებს მაგას? მაგას ფაქტიურად არ არის. სულ მახსენდება ხოლმე, გურამ დოჩანაშვილი ამბობდა ასეთ რაღაცას. რამდენიმე ვიდექითო და ლაპარაკობდით და აი ამ დავუშვათ სიტყვაზე ვამბობ, 4 ვიდექით და 1 წავიდაო. ამ ორმა დაიწყეს იმ წასულზე ლაპარაკიო. ეხლა მე წასასვლელი ვიყავიო და ხო ვიცოდი რომ ჩემზეც ილაპარაკებდნენ და მე უთხარიო რომ თუ რამის თქმას აპირებთო, ეხლავე მითხარით. ხო და ეთყოდნენ, არ მგონია რომ ეთქოთ, მაგრამ რო წავიდო და მე ალბათ გიყვარდეს ილაპარაკებთ. ეგ უღირსი საქციელი. აღსარების შემდეგ თუ ცოდვა განმეორდა ზიარება შეიძლებაო, გააჩნია ცოდვას. გააჩნია ცოდვა, ზოგი ისეთი ცოდვაა, რომლის უთქმელადაც ვერ ეზიარება. მაგრამ ზოგი ისეთია, ახლა სიტყვაზე ვამბობ, ჩვენ ხო დავუშვათ ორშაბათს გვაქვს ხოლმე აქ აღსარების დღე და თქვენ კვირას უნდა ეზიაროთ და აი დავუშვათ სიტყვაზე რაღაცა ისეთი ჩაიდინე, სადღაც დავუშვათ რაღაცა ისეთი სიტყვა წამოგვს ძალიან ტყუილი ან რაღაცა რაც არ უნდა გეთქვა. ხო, მაგ შემთხვევაში არ უნდა შეიკავო თავი ზიარებისგან, მაგრამ ეხლა არის ისეთი ცოდვები, რაც უკვე არ შეიძლება ასე რომ მიხვიდე და ეზიარო. რამდენი წლის ხართ? 39-ის. რატომ შექმნით საკვირაო სკოლა? ეს წინა საკვირაოზე გიპასუხეთ და მოусმინეთ. წინა ჩანაწერი არსებობს. თქვენთვის ვერო კარგად იყოთ. მაგალითად თუ ვერ მაინც ვიტყვი არა ხანესია ვინც. რატო შევქმნით საკვირაო სკოლა და იმიტომ შევქმნით რომ თქვენაი პატარა კუდრაჭებამდე და პატარა ვაჟკაცებამდე მისულიყო ღვთის სიტყვა. და თქვენ აქ ხალისით მოსულიყავით. და სულიერი სარგებელი მიგეღოთ. მაგალითად თუ ვერ ახერხებს 11-12 წლის ბავშვი დილით და ღამით ლოცვას შეუძლია მამაუჩვენო მაინც თქვასო? შეუძლია, მაგრამ აბა კარგად დაფიქრდეს, მართლა ვერ ახერხებს. აი გულწრფელად დაუსვას თავის თავს კითხვა, რატო ვერ ვახერხებ? იქნებ გვიან დგება და ცოტა ადრე ადგეს. ყველაზე საუკეთესო დრო ლოცვისთვის ეს არის ძილის დრო. მოაკლო ძილს დრო. შენ ვერ მოაკლებ შენს გაკვეთილებს დროს, რომ სკოლაში დააგვიანო. დედა ვერ მოაკლებს თავის შვილებს დროს, რომ შივრები ყავდეს და დაუბანლები თუ ჩასაცმელები და იდგეს და ლოცულობდეს, გესმით? არ შეიძლება. სხვის იმსახურების ხარჯზე კი არ უნდა ილოცო, არამედ შენ უნდა ილოცო შენი ძილის ხარჯზე. ეს ძილის დრო, შენი პირადი დრო, ეს დრო მონებსაც კი ქონდათ. აი ამ ძილის დროს შეგიძლია ილოცო და ეს არის რასაც შენ ღმერთს შეწირავ. აი სიტყვაზე ამბობ, ვიღაც სასტრაფოში მუშაობს, გამოიძახეს, ეს ამბობს ჯერ ლოცულობ. არ არის ეგ სწორი. რომ გამოგიძახეს, უნდა მიხვიდე და ემსახურე. აი ამაშია საქმე. ესენი წავიკითხეთ.
აბა ნახოთ ახლა აქ რა ხდება კიდევ ერთი ვიდეოა თუ არ ვწდები. მე 1906 ხო, ეს რაღაც ზეთია. ეს იცი რა ზეა ეს ვიდეო? რომ აი თუ დაიწყებ შრომას, გამოგივა და რაღაცა დიდებულს მიაღწევ. მოდი აბა ჩავთვალ. ჩავაქ. ეს 17 ნოემბერს იაპონიაში პატარა სოფელში დავიბადე. მამა ჩემი ველოსიპედებს არემონტებდა. მე კი იქვე მის ჯორი ახლოს სეთ შემოვლებული ხელებით სწავლობდი სამყაროს ყველაზე დიდებულ ენას, ავტომობილის ენას. სკოლა არასდროს მიყვარდა. გრძნობდი რომ სულ სხვა სტიქი არ ბოლა ძრავი და სიჩქარე მიხმობდა. კვირის განმავლობაში სახელოსნოში იმდენ დროს ვატარებდი ავტომობილის თითოეული ჭანჭახის შესახებ მქონდა ინფორმაცია. საშუალო სკოლა 1922 წელს დაამთავრე და მაშინვე გავამგზავრე ტოკიოში, სადაც ავტოს არემონტო სახელოსნოში ჩავირიცხე. 6 წლიანი სწავლის შემდეგ 1928 წელს იმდენი ფული მოვაგროვე რომ მშობლიურ ქალაქში პირველი სარემონტო სახელოსნო გავხსენე. პირველი პარტია ტოიოტას ჩავაბარე და უარი მივიღე. მიზეზად დაბალი ხარისხი დამისახელეს. თუმცა ეს ჩემთვის მარცხი არ ყოფილა. პირიქით, გაკვეთილად მივიღე. ბევრი შრომის შემდეგ ჩემი ნაწარმი ყველამ დააბასა. მეორე მსოფლიო ომმა ჩემი ქარხანა მიწასთან გაასწორა. 1946 წელს ყველაფერი ახლიდან დავიწყე და ძრავიანი ველოსიპედი გამოვუშვე, რამაც საზოგადოებაში აღფრთოვანება გამოიწვია. მალე შევქმნე პირველი ნამდვილი მოტოციკლეტი, Dream D-Type და შემდეგ 1963 წელს ჩემი პირველი ავტომობილი T360. საავტომობილო ბაზარზე 1970 წელს გამოუჩნდი ავტომობილი Civoque. 1974 წელს ნავთობის კრიზისის გამო იაპონიაში მანქანის მწარმოებლები შეთანხმდნენ, რომ შეემცირებინათ პროდუქციის წარმოების მოცულობა და ფასი აეწია. ამ ფაქტს მხოლოდ მე შევეწინააღმდეგე და პირიქით მოვიქეცი. გავაორმაგე წარმოება და ფასები შევამცირე. Nissan-ისა და Toyota-s პროდუქცია და გაყიდვის მოცულობა 40%-ით დაეცა, ხოლო ჩვენი პროდუქტის მოცულობა 76%-ით გაიზარდა და ჩქარ ზრდას განაგრძობდა. 1987 წლისთვის Honda მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია გახდა. მე ვარ Soichiro Honda, ადამიანი, რომელმაც მარცხისგან ყველაზე დიდი გაკვეთილი მივიღე და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საავტომობილო ბრენდი შევქმნე. რამდენჯერ შეიქმნა ვითარება რომ ეს დამარცხდა, მაგრამ აი ამ მარცხისგან მიღებული გაკვეთილით მიაღწია წარმატება ზუსტად, რომ არ გაჩერდა. აი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ისე რომ პატრიარქი ჩვენ ხშირად გვეუბნეოდა ხოლმე, აბა გაიხსენეთ. თუ რაღაცა არ გამოგდის, სხვა რაღაცას ცადე, კიდე სხვას ცადე და რაღაცა გამოგივა. არ გაჩერდე. და ის ამბობდა რომ იშრომეთო და ეცადეთო და სიღარიბეს არ შეეჩვიოთ. სიღარიბემ შეჩვევა იცისო და არ შეეჩვიოთო, ეცადეო, რაღაცა გააკეთო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენი ხანია რაც უღლით ამ ბავშვს? ეხლა ერთი რამ მინდა შემოგთავაზოთ. მოდი ეგ შეგიძლია რომ